რასაც ამბობდი ძალიან უსამართლობის განცდა მაქვს, რაც გამოვედი იზოლატორიდან წეღაც მაგას ვსაუბრობდი, რომ გუშინ რაც როგორ ემოციებიც ვიყავი, გაბრაზებული და ბრაზიცავსე, ჯერჯერობით კიდევ არ გამნელებია და რეჟიმს თუ გონია, რომ ეხლა ჩვენი პატიმრობით ჩვენ პროტესტ ჩაახშობს და ამ საზოგადოებას დაგვაშინებს, ძალიან ცდება, იმიტომ რომ ვიდრე როგორი გაბრაზებულიც ვიყავი, სანამ იქ შევიდოდი, იქედან ორმაგად და სამმაგად უფრო გაბრაზებული და მოტივირებული გამოვედი, იმიტომ რომ ნახე მე ჩემ მეგობრებსა და ჩემ თავზე განცდილი ის უსამართლობა, რაც რეალურად დღეს ჩვენს ქვეყანაშია და ეს რეჟიმი კიდევ ერთხელ მაგალითად ჩვენ შეგვეხო. აი წეღანს ახ რომ მოვდიოდი მაგალითად ეთერში Facebook-ზე ვსკროლავდი და შემხვდა შსს დასპონსორებული პოსტი ის რა ქვია პოლიციის ესე ვთქვათ როლი რაღაც ესეთი სათაურით, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ ახალგაზრდებში მოახდინოს პოპულარიზაცია და სკოლის მოსწავლეები ყავდათ მიყვანილი და ეს დათო მამაგეიშვილი იმ დროს რომ ხელს კრავდა და რამდენი ქალბატონებზე ძალადობდა, ეხა აქ იყო და თავს იწონებდა გეკა გელაძესთან ერთად, როგორ უწყობს ესე ვთქვათ ახალგაზრდებისთვის პოლიციის პოპულარიზაციას ხელს. რეალურად კი ეს ადამიანები ქუჩაში იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ მომავლისთვის იბრძვიან, უკანონოდ აკავებენ და ძალიან ბევრი ადამიანია ადმინისტრაციულ თავი დაანებოს სისხლით, როგორი ერთმანეთზე უკეთესი ადამიანები არიან დაკავებული. და როდესაც მე პირადად ხედავ, რომ ესეთი ხალხია ციხეში, არანაირი სურვილი არ მაქვს იმის, რომ სულ რომ მეც რომ სისხლით გამიშვან, თუნდაც მესამე დაკავები, თუნდაც სხვა რამე აბსურდული ბრალით გავჩერდე და ბრძოლა არ გავაგზავნე. სინამდვილეში ეგ ხო შიშზეა თითქოს. ნუ ეხა ლოგიკას რომ მიუყვეთ, აი რაღაცაზე ხო უნდა იყოს გაწვლილი. არის რომ შეშინდეს, ხო, საზოგადოება, მაგრამ მე მართლა არ მინახავს ჯერ ადამიანი, რომელიც დაკავებული იყო, გამოვიდა და მე ისევ აქციაზე არ აღმოჩნდა. რისთვის უნდა ამდენი პატიმარი? აი დღეს ამის გარკვევას ვცდილობ, იმიტომ რომ წარმოუდგენელი მასშტაბები მიიღო. მე მგონი მართლა გაუსწარით მასშტაბებიდან გამომდინარე საქართველოს უკვე სადავები გაექცათ ინგახებთან აშკარად. ამათ რა უნდა და რა არ უნდა არ ვიცი, მაგრამ რომ მოვლენები ან ვეღარ მართავენ, აი ცუდი გაგებითაც ვეღარ მართავენ მოვლენებს. აშკარად დაბნეულები არიან. აი ჩვენ ხო ყველა უყურებთ კადრებს, როგორ დარბიან და დაძდებენ სამარცხვინოდ მომიტინგებს. ხო აი ზუსტად ასე დაიბნენ. აი ესე რომ უცებრო შევიცვლით ხოლმე მოძრაობის გეზს და ესენიც რომ ერთმანეთს ეძახიან, აქედან წამოდიან. ეს ხო აბსურდის თეატრია. ხო ჩვენ ძალიან ტრაგიკული, ეს კიდევ მეორე, მე არ მიქნი შთაბეჭდილებას, რომ იოლად გვაქვს საქმე. არა, მეც არ ვფიქრობ, ამიტომ გთხოვეთ, რომ მოსულიყავით რაღაცნაირად გაგვეანალიზებინათ ამ საზოგადოების საუკეთესო ნაწილი. ამას ვიტყვი ხმამ. ახლა ქეთევა ხუსკივაძე ჩაგვერთვება შემდეგ ბლოგში, პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალბატონი, რომელიც როგორც კრიმინალი ისე წაიყვანეს და დაიჭირეს. მართლა საუკეთესო ნაწილი. მეგობრების გამემოწმებიან თბილისის სიზოებში და არა მაგრამ საქართველოს სიზოებში ამდენი წიგნი არ ყოფილა. ხო, ეს საინტერესოა. გიორგი, რისთვის ჭირდება და შემდეგ გადავალ ლექსოს? ნუ ძალიან მარტივი დაკვირვებაა იმისთვის საჭირო, რომ ის როდესაც ამათმა ეს რაღაც კანონები მიიღეს, რომ რუსთაველის პროტესტზე გზის გადაკეტვა აღიგზავნათ, პროტესტმა როდესაც მიიღო ახალი სახე, საზოგადოება უფრო მეტად ჩაერთო პროტესტში, იმიტომ რომ უფრო ცოცხალი და დინამიური გახდა ეს ყველაფერი და თავიდან რაღაც პერიოდი ხელს ვერ უშლიდა. მე ძალიან კომიკურად დაიწყეს ამ ყველაფრის შეშლა, ზებრა გადასასვლელების ჩაკეტვა, პირვადეების დალუქვა და 1000 სისულელი, მაგრამ ეს ეტაპიც გადალახა ქართულმა საზოგადოებამ და მე მივხვდა რომ ერთ სამით ვერ ვაჩერებთ ესე იგი ამ ხალხს და მოდი დავიწყოთ დაკავებები და სწორედ მაგის საწყისი იყო ის მგონი 18-ში თუ 19-ში პირველი დღე იყო როდესაც ამ სველობების შემდეგ ადამიანების დაკავება დაიწყეს სრულიად აბსურდულად ჯერ თესეუსთან დააკავეს ქალბატონი 13 კაცი დააკავეს მაშინ ერთ ღამეში ხო ჯერ ქეთევანი დააკავეს შემდეგ იყო დავითი და მე უკვე ზევით ძმები კაკალაძეების ქუჩაზე ცდილობდნენ მაქსიმალურად რომ ეს ხალხი გადაეწიათ ესე ვთქვათ საფეხმავლო ბილგზე რომ გზა გაეხსნათ და გოგა მემანიშვილის რეაქციით ყველაფერი ძალიან მარტივად ვფიქრობ აღსაქმელი რომ ეს ადამიანი არის ყველა დაკავებაში ჩართული იმ 13 პირიდან დაკავებული ვისთანაც მე საუბარი ქონდა უმრავლესობა არის გოგა მემანიშვილის დაკავებული მათ შორის ქალბატონი ქეთევანიც საუბრობს მისგან მიყენებულ შეურაცხყოფაზე